ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში სასიკვდილოდ დაჭრილი 46 წლის გია ხაიკაშვილი ჩანს. სხვადასხვა ცივი იარაღით მიყენებული 10-მდე სასიკვდილო ჭრილობის მიუხედავად მან შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მანქანით ერთ-ერთი ადგილობრივის სახვამდე მისვლა შეძლო და სასწრაფოში დარეკვა ითხოვა. სისხლიანი კაცი მოვიდაო და ეხლა გიას იცნობდნენ ეგენი და კაცი მოვიდაო, რა უნდა გემეფიქრა, ისაც არ ვიცოდი, ძღოლი ვიღაცა გზაზე ქუჩიდან რო გამოვედა ის რო ვინმე გიას კამზე დაესვა ჩემ შვილსა და იმებს ატებდნენ საფენებსა და ეს სახელო მოსწია და იმის სახელო დავინახე, ვეღარ შევედი, მე ვეღარ შევედი. ძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ყაზბეგის საავადმყოფოში მომხდარიდან მალევე მიიყვანეს. სასწრაფოში ეგრევე დავრეკეთ, მაგრამ არ იყო ექიმი, ღოდგომა დღე იყო და ერთი ქირურგი ყავს და დედის საფლავზე იყო წასული კახეთში. ხა ვინ იფიქრებდა რომ ესეც ბედნიერ დღეს ესეთი რაღაც მოხდებოდა. ღოდგომა იყო და საფლავზე გასასვლელად წასულა და 4 საათი ცოცხლა საწყალმა ვერ გადარჩებოდა. საავადმყოფოს პერსონალი უარყოფს, რომ აღდგომის ღამეს კლინიკაში ექიმი არ იყო. მედპერსონალი შაბათის ფორმულას ეუბნება, რომ ღამით, როდესაც მათთან სასიკვდილოდ დაჭრილი კაცი სასწრაფო მიიყვანა, მის გადარჩენას 3 ექიმი ცდილობდნენ, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჩვენი სმენა არ ყოფილა და იმ წუთს სმენა იყო. როგორც ვიცით, აღდგომა რადგან იყო, არ იყო ადგილზე ექიმი და ეს ასე იყო? ექიმი იყო. არამარტო 1-3 ექიმი. და რა დაზიანებები ჰქონდა, რამ გამოიწვია გარდაცვალება? ეს მთის წესების მიხედვით მკვლელობაში ბრალდებულების გვარის წარმომადგენლების მხრიდან პატიების თხოვნის მძიმე ვიდეო კადრებია. სამცირმის გამოსაცხადებლად ქუშაშვილები ხაიკაშვილებთან მუხლმოჭრებით მიიღო. ხაიკაშვილის ოპოლ გველეთში 20 აპრილს აღდგომის ღამეს მოკლეს. ის სასიკვდილოდ თანასოფლელებმა, მისივე ახლობლებმა გაიმეტეს. ყაზბეგში ურთიერთშელაპარაკებით დაწყებული დაპირისპირებას ოპოლ გველეთში სასტიკი შევადროა შენობა. ხედავ ქვებით. აი დაახლოებით მანდ მოხდა. შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს გველეთის გაზგამანაწილებელ შენობაზე დამონტაჟებული კამერაა, რომელსაც გზაზე ნებისმიერი გავლილი უნდა დაეფიქსირებინა. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები მკვლელობის ადგილას მოკლექსით ავიდნენ, მათ ცენტრალურ გზასთან მოწყობილი სადაზღვეო პუნქტის რამდენიმე კამერა დააფიქსირებდა. გამოძიებამ ჩანაწერები სავარაუდოდ უკვე არ არის. მანდ გზა ჩადის მაგისტრალზე. ცუდი გზა კი არის, მაგრამ ეთყობა იქიდან ამოვიდნენ, იმიტომ რომ აქ არ გაუულია გამოულია. ჩვენ სულ გარეთ ვართ ხოლმე და ეს ქონელი ყავს და დავინახავდით რა. ზუსტად მაგაში ესაქმე რომ ეთყობა რომ მაგას ფიქრობდნენ რომ არ დაფიქსირებულიყვნენ, იმიტომ დაიბარეს იქ. დაპირისპირება საავადმყოფოს სუფრაზე შელაპარაკებით დაიწყო. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც გია ხაიკაშვილმა მიუთითა, რომ აღარ ეუზრდელათ მისი შენიშვნა, არ მიიღეს და ჩხუბიც ამის გამო დაიწყო. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კონფლიქტი და ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება იღეს რამდენჯერმე მოხდა. ბოლოს კი გია ხაიკაშვილი ბრალდებულებმა გველეთში დაიბარეს, სადაც მას სასტიკად გაუსწორდა. საავადმყოფოში რო აიყვანეს, იქიდან გამოვიდა ხმა, რომ ვინ გაგიმეტაო, რო კითხეს ჩემი პატარა ძმები იყვნენ. ამბობენ რომ სერიოზული არაფერი. არა უზრდელობდნო და შენიშვნა ვისაო, ესე გავიგე. ესეთი რაიმე მართლა არ მომხდარა და აი მეც მაინტერესებს რომ თუ არ სერიოზული მიზეზი იყო, თუ არც არავის რაიმე დაუშავებია, მაშინ რატომ ეგ შეკითხვას ყველას თავში ტრიალი. ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გია ხაიკაშვილის იარაღი, საიდანაც 12 მასრაა გასროლილი. თუმცა ფაქტია, რომ დაშავებული არავინაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხაიკაშვილმა გამოფრთხილებელი გასროლებით გაქცევა. იგივეს ფიქრობენ ახლობლები. ისინი ამბობენ, რომ ხაიკაშვილის სროლაში გამოფრთხილი იყო და მას ხანდმსხვილების მოკლოსტომოდა მას ტყუებს არ იცოდა. ერთად გაზრდილები არიან და აი არაფერი მაგისი ცუდი არ გამიგია. ძალიან კეთილი იყო და მანდიდანაც ჩანს მაგის სიკეთე, რომ სიკვდილის წინათ არ დაასახელა ის
მკვლელები. საქმეზე ორი წარსულში არაერთხელ ნასამართლები პირია დაკავებული. განზრახ მკვლელობის ბრალდებით პაატა ქუშაშვილი, შეუტყობინებლობისთვის კი ნიკო ქუშაშვილი. ჯერჯერობით უცნობია იყო მდგორ ადგილზე სხვა პირებიც. ერთი ადამიანი არის ბრალდებული განზრახ მკვლელობის საქმეზე, თუმცა სხვა ადამიანებიც მიმართეთ და თვითონ დაგაკვირვებენ ვის უნდა დაუკავშირდეთ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დანით აქვს მიყენებული ჭრილობა და ერთ ადამიანი აკეთებს თუ რამდენიმე. ვერ გიპასუხებ. პრეზიდენტს თქვენ არ მუშაობთ ამ საქმეზე, არიცით დეტალები? მე აქ მუშაობ, მაგრამ მე პასუხს ვერ ვეცნობ. ამ დრომდე არ არის ამოღებული მკვლელობის იარაღი. შაბათის ფორმულასთვის ცნობილია, რომ ცივი იარაღი, რომლითაც 46 წლის კაცი მოკლეს, ბრალდებულებმა გადააკეთეს. და განსაკუთრებული აგრესიით დანაშაულის ჩადენამდე ცდილობდა დაეგეგმა თუ როგორ შეხვდებოდა, საჭიროებდა გარდაცვლილ გიორგი ხაიკაშვილს, ამასთან მნიშვნელოვანია როგორ ჩაიგდნა ხოლმე დანაშაული გარდაცვლილს აღნიშნებოდა მრავლობითი ჭრილობების სხვადასხვა არეში. ნიკო ქუშაშვილი ესწრებოდა აღნიშნულ შემთხვევას, დაინახა როგორ მოკლა პაატა ქუშაშვილმა გიორგი ხაიკაშვილი, რამდენი ჭრილობა მიაყენა, ასევე დანასთან დაკავშირებითაც განმარტა რომ დანა შემდგომ გადააგდეს, მან დაინახა პაატა ქუშაშვილმა როგორ გადააგდო, თუმცა როგორც ჩანს ამ შემთხვევაში, როგორც სხვა შემთხვევაში ბრალდებულების ჩვენებებიც კი წინააღმდეგობრივი არის და სხვა ადგილზე მიუთითა საერთოდ დანის გადაგდება, უძლებ პაატა ქუშაშვილმა. ნიკო ქუშაშვილიც როგორც საქმის მასალებით მინდება გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიის მეთების ჩადენამდე და შემდგომაც igიც პაატა ქუშაშვილთან ერთად გეგმავდა თუ სად და როგორ უნდა მისულიყნა შემთხვევის ადგილას. ჩემი დაცვქეშყოფი ამ ეტაპისთვის იყენებს დუმილის უფლებას. სახად ვერ ითქმის, რომ დანით არის გარდაცვლილი პიროვნება. აბა რა შეიძლება იყოს? არ ვიცი. სხვა ამას დაადგენს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბირო. ჩატარებულია უამრავი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე და მოპოვებული აქვთ გარკვეული მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს. ასევე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა განსაზღვროს პიროვნების გარდაცვალების მიზეზი რა იყო კონკრეტულად. ჯერ ამ ეტაპზე დადგენილი არის. ბრალდებულები მკვლელობიდან 2 დღეში დააკავეს, ისინი გამოძიებას თბილისში ემალებოდნენ. იმყოფებოდნენ თბილისში, იმალებოდნენ მის სამართლებზე აიყვნენ, თავისუფალ შობლებას კი არ იცოდნენ, სად იყვნენ ეს პიროვნებები. მთის მკაცრი კანონების გამო შესაძლოა გამოძიებისთვის კვალის არების მიზნით მკვლელობის დღესვე მომხდარიდან რამდენიმე საათში ქვეყანა ლარსის გამშვები პუნქტიდან ბრალდებულების ახლობლებმა გიორგი ქუშაშვილმა, ფიდო ეფხოშვილმა და არჩილ გომიაშვილმა დატოვეს. რამდენიმე დღეში სამივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა და მათ გამოძიებას უკვე მისცეს ჩვენება. ასევე ყურადღებას გავამახვილებ ერთ-ერთი ბრალდებულის ნიკო ქუშაშვილის ძმაზე, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა ბრალდებულებს. ნიკო ქუშაშვილის ძმა დატოვა საზღვარი მკვლელობიდან მალევე, რამდენიმე საათში, ასევე არჩილ გომიაშვილმაც, რომელიც მგლობალიანის მიჩების მოკლულის ახლობლების მიერ გამოთქმულ ვარაუდს მკვლელობის ჯგუფურად ჩადენასთან დაკავშირებით ფაქტია ჯერჯერობით არ იზიარებს გამოძიება. თუმცა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად შესაძლოა დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. ამბობენ სამნაირი დანით იყო მოკლულიო, სამნაირი ნიშნავს რომ სამი კაცი ვრტყავდა, ხო? ანაბეჭდებია ჩვენაც ალბათ ერთ თვეში იქნება ექსპერტიზის პასუხი. პატიება მუხლმოდრეკით ამ სასტიკი მკვლელობის შემზარავი გაგრძელებაა. ძიმე ვიდეო კადრების საჯაროდ ბრალდებულთა გვარის წარმომადგენელმა და ამავე დროს მოკლულის მეჯვარემ პაატა ქუშაშვილმა გამოაქვეყნა. მივედით ყველანი, რაც ყველამ დაინახა და მოხდა ბოდიშის მოხდა გვარზე. იმიტომ რომ ეს დიდი სისხლი არის ჩვენი გვარისთვის. ესეთი რამე ჩვენ გვარში არ მომხდარა, იმიტომ რომ პატივცემული გვარია ხევში. არ ამგონია რომ ვინმე რომელიმე ხელისუფალმა დაუშვას ის რომ მაგალითად ესეთი საკითხი სათანადოდ არ იყოს გამოძიებული. მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩვენი მთის კანონი რომ ყოფილიყო, როგორც ადრე იყო, ესეთი რაღაც არ მოხდებოდა. იმის გამო ეს დაუსჯელობის სინდრომია, შენიშვნას არავინ არ აძლევდა არც უფროს, არც უმცროს მაგალითად თუ რაღაცა ხდებოდა და მაგ მოვედით აქანამდე რაც მოხდა. ოჯახის ახლობლები ვიდეო კამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას ითხოვენ, რათა დადგინდეს მკვლელობაში მონაწილე პირთა ვინაობა. ამის შემდეგ კი მთის კანონის მიხედვით სოფლიდან მათ გასახლებაზე იმსჯელებენ. მე იმიტომ გამოაქვეყნე ეს ვიდეო, რომ ყველას ენახა. ადრე ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ჩვენი წინაპრები რა თქმა უნდა, ასე იქცეოდნენ და სხვანაირად ხდებოდა სიტუაცია, ესეთი რაღაცები რო ხდებოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის ოჯახები, ვინებიც იყვნენ დამნაშავეები, თავისი ფეხით მიდიოდნენ იმ სოფლიდან და არასოდეს არ ბრუნდებოდნენ ადგილზე. თუ მაგალითად ის ოჯახები არ მიდიოდნენ იმ სოფლიდან, რა თქმა უნდა, მე
დაზარალებულის გვარის წარმომადგენლები, იმ გვარის წარმომადგენლები, ვინც ეგ ჩაიდინა, ისინი იკრიფებოდნენ ჩვენ სოფელში. ყველა გვარის წარმომადგენელი, უხუცესები და არა მარტო უხუცესები და იღებდნენ გადაწყვეტილებას. და რა თქმა უნდა, ასეც მოხდება მე, როცა მოხდება ამ კადრების გასაჯაროება, გავიგებთ კონკრეტულად კიდე ვინები იღებდნენ მონაწილეობას თუ არ იღებდნენ. და მაგის მერე მოხდება შეკრება, რა თქმა უნდა და ჩვენი სოფელი მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვარ 75 წლის, მხოლოდ ერთხელ როცა პატარა, რა 11 წლის თუ 12 წლის ვიყავ, მაშინ მოხდა საზარელი მკვლელობა კიდე ყაზბეგში. ახალგაზრდებმა იჩხუბეს და მოკვდა ერთ-ერთი მუხლის ჩოქზე მაშინ მუხლის ჩოქით მოვიდნენ, წარმოიდგინეთ, მუხლით აწვი მაშინ ავარცხობაში. ისე მახსოვს შორდან კი უყურებდით, მაგრამ შაოსნები რომ მოდიოდნენ და მე და რაღაც მონაკვეთში დაждდნენ მუხლის ჩოქზე და მივიდნენ. აი იმის მერე მე არც მინახი არც გამიგია ნამდვილად. ეს წესი არის, მთის წესი არის, რომ რადგანაც ხაიკაშვილები წყაზბეგელები არიან, ქუშაშვილები წყაზბეგელები არიან, გვარმა მოითხოვა პატიება იმ გვარის წინაშე, რომ გვარი გვარს არ გედეეკიდას და ეხლა ვისაც არაფერი დანაშაული არ აქვს, ისინი გვარის უფროსები მივიდნენ მუხლის ჩოქითა და პატიებას თხოვეს. გასახლება ადვილი არ არის აბარანაირად. მთელი ცხოვრება რაც აშენეს, რაც აკეთეს, აკოწიწეს, ძალიან ძნელია მიატოვო და სადღაც წახვიდე, თორე იქნება გებისთვის უფრო სიმშვიდე იქნებოდა სიბერის დროს, მშვიდად ცხოვრება. იცით როგორია, მე განვიცდი იმას, რომ თვითონ ეგენიც ვეღარ იქნებიან მშვიდად. ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ სასიკვდილოდ დაჭრილ გია ხაიკაშვილს მხოლოდ ერთი პირი ვერ მოერეოდა. ხევი გადაწყვეტილების მისაღებად გამოძიების დასრულებას ელოდება. თუმცა ამბობენ, რომ ისინი მთის კანონს აღასრულებენ. ყველობაში მონაწილეებს ჩადენილს არ აპატიებენ, მათ ოჯახებს კი სოფლის დატოვება მოუწევთ.